როგორ შეიძლება ნორმალური ადამიანი იყო და აი ეს 21 წლის ბიჭი რო 4 წლით და 6 წლით რო ციხეში გაუშვეს, მაგაზე უბრალოდ აი საშინელი რეაქცია არ ქონდეს. აი 4 წლით და 6 წლით რაღაცა 21 წლის ბიჭი ციხეში საშინელებაა. ძალიან საშინელებაა. ის 60 ადამიანი, რომელიც რაღაცა ციხეში ზის, ასევე აი ამ რაღაცა აგდებული თუ რა ვიცი, ზოგიერთი შეიძლება რა ვიცი, აქტივისტი იყო, ზოგი ის იყო, მაგრამ ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან, ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც ციხეში ხედან კომედიის გამო, აი სრულიად რაღაცა კომიკური რაღაცა ვითომ დაპირისპირების გამო ამ ქვეყანაში. ხედან ციხეში. არავინ არ იცის, აი წარმოგიდგენთ, აი ეგეთი სიტუაცია, აი კონკრეტული მოსამართლეები არსებობს და ეს კონკრეტულმა მოსამართლეებმა ესეთი გადაწყვეტილებები მიიღეს. რამდენი ხანია და როგორ წარმოიდგინეთ, რომ თუ ესეთი მოსამართლეები სულ იყვნენ და თუ სულ ეს ამბავი ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, აი გახსოვთ, მაგალითად, აი მიწებს რო ართმევდა სახელმწიფო გლეხებს, ჯერ რო დაურიგა წინასაარჩევნოდ და მერე რო წაართო და ციხეში რო დაიჭირა, გახსოვთ? აი ჩვენ რო ადამიანებს რო ვეხმარებოდით, ეს მაშინ იყო გუდაურში იყო, მთელ ნახევარ სოფელს ჰქონდა პრობლემა იმის გამო, რომ ჯერ მთავრობამ მიწები დაურიგა და მერე ამ ხალხს იჭერდა. ხო და ეს ხდებოდა მთელ ქვეყანაში. 10,000 ადამიანზე იყო რა ლაპარაკი. და ყველას ერჩივნა, რომ ნაცვლად იმის, რომ აი ამ უსამართლობაზე უბრალოდ ხმა მოეღო, ქოცებთან ან პროკურატურასთან დაედო შეთანხმებები. ოღონდ ხმა არ მოეღოთ. აი იგივე სასამართლოს მიერ, იგივე სისტემის მიერ იყო, ანუ რაღაცნაირად უსამართლოდ, ანუ ზოგს რა ვიცი, წლები შეიძლება ქონოდათ, უბრალოდ მე უშვებდნენ, რადგან იცოდნენ, რომ რა ვიცი, ეს ხალხი უბრალოდ არაფერშუაში არ იყო რა, ანუ ჩვეულებრივ ექსპროპრიაცია მიდიოდა და დაღაჩაღება მიდიოდა საკუთარი მოქალაქეების, რომელიც ჯერ შეცდომაში შეიყვანე, რომ ვითომ რაღაცა მიეცი და მე წაართვი და პლუს ციხეში დაიჭირე რა, ხალხი ციხეში იჭდა. ასაკიანი ხალხიც მათ შორის. ეს ხო არ აწუხებდა არავის ამ საზოგადოებაში. ანუ თუ ჩვენ მართლა უსამართლობა გვაწუხებს და ანუ რუსეთი გვაწუხებს ან რაღაც, ეს ხო ამაში გამოიხატებოდა. ხო და ჩვენ ეგეთი უსამართლობა გვქონდა და გვაქვს მოწყობილი. უბრალოდ აი 10,000 კაცს, რომელიც ციხეში ისედაც იჯდა, რომელიც ასაც ვერ იტყვი, ვერავიზე ვერ იტყვი, რომ გინდა თუ არა 100%-იანი სამართლიანად ზის. იმიტომ რომ აი წარმოიდგინეთ უსამართლო კანონი მიიღეს, ერთი უსამართლო კანონი მიიღეს, მეორე უსამართლო კანონი მიიღეს და შენ არა გაქვს სისტემა, რომელშიც ერთი პატიოსანი ადამიანი მაინც არის და რომელიც რამეზე ხმას ამოიღებს. ხო და აი წარმოიდგინეთ ეგეთი საზოგადოება გაქვს. აი ეგეთი ქვეყანა გაქვს რა. აი რომ მოიგონ მაგალითად აი ზუსტად იმის ამ 21 წლის ბიჭი მხარეს ვინც არის და ვინც ამით სპეკულირებს, ხო, ამ უბედურებით. იმიტომ რომ ეს ერთი იყო და 10,000 იყავს პოტენციურად ასეთი. იმიტომ რომ არავის არ გაურჩევი, ეხლა ეს ბიჭი რომ შენიანი არ იყოს. ანუ იგივე უსამართლობა ხო შეიძლება 10,000 ადამიანსაც ჭირდა, მე უბრალოდ მაგალითები მოვიყვანე, რომ აი ესეთი ცხადი მაგალითები იყო. ამ ცხად მაგალითებზე ჩვენ სულ ვლაპარაკობდით და ჩვენ რომ ვლაპარაკობდით, რადგან შეიძლება ჩვენც ვლაპარაკობდით. შეხო თვითონ არავის არ მოუკითხავს ეს უსამართლობა ქვეყანაში რაც ხდებოდა. მათ შორის აი ამ იმის მხარდამჭერ ოპოზიციას გულისხმობ რა. და სინამდვილეში რას ნიშნავს, რომ ყველა ჩალიჯობს იმაზე, რომ როგორც აი ირანის ხელისუფლება, როგორც გასაგებია, რომ ირანის ხელისუფლება რაღაცა ავტორიტარული რეჟიმია. ეხლა რომ ვიღაცას უნდადეს, რომ ეს ირანის ავტორიტარული რეჟიმი გადაიბაროს იმით, რომ თქვას, რომ მე არა მარტო რაღაცა ისრაელს გავანადგურებ, არამედ გავანადგურებ პარიზსაც, ან იმასაც, რა ქვია, ბერლინსაც ვესვრი. და იმან რომ მოიგოს არჩევნები და ან რაღაცა ირანში რომ ხელისუფლებაში მოვიდეს, წარმოიდგინეთ, აი ეს ხო გიჟობა იქნებოდა. ან ხო იფიქრებდით, რომ რა ვიცი, კაცო, ეს ხო უბედურება იყო და ეს ერთი უბედურება შევცვალე მეორე უბედურებით, რომ ვიღაცა ახალი გაიჩნდა, რომელიც რა ვიცი, მარტო ისრაელს კი არ გაანადგურებს, არამედ ემუქრება, რომ და აი კიდევ სხვებსაც დამოხოცავს. და ამიტომ ავირჩიე. ხო და აი ახლა ხო ჩვენ ზუსტად ესეთივე სიტუაცია გამოგვდის. ანუ მიუხედავად იმისა, რომ რა ვიცი, ძალიან წუხვარ და ძალიან რაღაც გული შემტკივა, რომ თქვენ დაინახეთ მარტო ამ 60 ადამიანის სახით აი ეს უსამართლობა. იმიტომ რომ
ამ 60 ადამიანის მიღმა 10,000-ობით ადამიანი იყო უსამართლობის მსხვერპლი, რომელიც ფეხებზე გვეკიდა. და დრო დაგიჯეროთ, რომ აი ეს 60 ადამიანი გაწუხებთ. ის 10,000 ადამიანი ხო ისევ ფეხებზე კიდიათ.